მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. ცოტაოდენ დროს წაგართმევთ და გეტყვით, რომ Facebook გვერდი არსებობს ესეთი, რომელიც რამოდენიმე დღეა დავიწყე, რომ თქვენთვის უფრო საინტერესო ინფორმაციები მოგაწოდოთ ხოლმე. და თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ ნახოთ კატო-კატოთი, ჩვეულებრივად, ქართული ასოებით. არის ერთ-ერთი იმპერატრიცის არკანი გამოსახული და მიხვდებით, რომ ჩემი გვერდია. ლინკი კი სადაც დავდებთ, ვეცდები აუცილებლად ვიდეოს ქვემოთ და იქ იქნება ინფორმაციები ისეთ დღეებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია ეზოთერიული კუთხით, ასევე იქნება ქვებთან დაკავშირებით ინფორმაციები, სამაჯურები, აქსესუარები, სანთლები, დამუხტვილი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ინფორმაციული კუთხით იქნება უფრო რაღაცა თუ ინტერესი გაქვთ, რა თქმა უნდა, ამ კუთხით იქ მიიღებთ უფრო მეტ ინფორმაციას, რომ აქ არ შეგაწუხოთ ხოლმე და ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გაშლისთვის არიან, რომ აინტერესებთ რა ხდება, ძალიან არ გადავღალოთ ჩემი საუბრებით ხოლმე, ასე რომ შეგიძლიათ ნახოთ, გამომიგზავნოთ მეგობრობა, დაგიმატებთ, ალბათ თანდათანობით მერე ჯგუფიც დაიხურება იმისთვის, რომ უფრო კომფორტული იყოს და კონკრეტულად ვისაც აინტერესებს მსგავსი სიტუაციები, მსგავსი საკითხები, რაც იქ იქნება განხილული, მხოლოდ მათ შეეძლებათ ყველაფრის სხვები არ შევაწუხოთ, რა თქმა უნდა, და ნაკოთ ესე არის ეს ინფორმაცია მინდოდა. ასევე მინდა ინფორმაციულად გითხრათ, რომ მაქვს აქციები, რამდენიმე ადამიანმა მომწერა, რომ არის თუ არა აქციები, საახალწლო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი, ჩამოკარგება, ნამდვილად არის აქციები. შეგიძლიათ 5 კითხვა, რომელიც ღირს 30 ლარი მიიღოთ 20 ლარის ფარგლებში. ხო, ანუ თქვენ სვავთ 5 კითხვას და მე გიგზავნით ვოისით ამომწურავ მაქსიმუმად ამომწურავ პასუხებს. ასევე პირადი დიაგნოსტიკა, პირად ურთიერთობასთან მიმართებაში დიაგნოსტიკაც გადავწყვიტე, რომ გავაკეთო ფასდაკლებით და 80 ლარის ნაცვლად იქნება 40 ლარი. ხოლო სრულ დიაგნოსტიკას რაც შეეხება მთლიანობაში 150 ლარის ნაცვლად იქნება 60 ლარი. აი ესეთი აქციებია ეხლა ამ ეტაპზე და ასევე წმენდებთან და რიტუალებთან დაკავშირებით გქონდათ ესეთი კითხვა, საკმაოდ ძვირია და ცოტა რთულია, რომ გააკეთონ, ხო? ანუ შესაბამისად წმენდის რიტუალები ძალიან კარგი არის, როდესაც კეთდება წლის ბოლოს, მით უმეტეს ახლა ესე ვთქვათ, ბოლო სავსემთვარეობა იყო და ანუ შესაბამისად მივდივართ რაღაც ახალ პერიოდში, ახალ წელს, ხო? ყველანაირად გაახლებული გვინდა რომ გქონდეს ენერგიები, ამიტომ ესე ვიტყოდი წმენდის რიტუალებთან დაკავშირებით იქნება 70%-იანი ფასდაკლება და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს შანსი თუ ვინმეს რა თქმა უნდა აინტერესებს, იცით რომ მე არავის არაფერს არ ვაძალებ. მოგეთ მადლობა და ბოდიშით რომ ესე წაგართვით ამდენი დრო. ეხლა კი გადავიდეთ პარტნიორულ ურთიერთობაზე, ნახოთ ვინ მოვიდა სასაუბროდ, რას გვეტყვის, როგორ გვეტყვის და საერთოდ რა უნდა, ხო? მოდით დავიწყოთ პარტნიორი, ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბროდ. სხვათა შორის ძალიან ისეთი შანსიანი, ძალიან ისეთი მიზან დასახული, რომ იტყვიან საკმაოდ კარგ ენერგიებშია ადამიანი, შეყვარებული, მე მგონი ეს რაღაცა ახალი სიტუაცია არის, ახალი ურთიერთობის მდგომარეობა არის, რაღაცა იმდენად დადებით ენერგიებში მოდის ადამიანი, რაღაცა თითქოს ახალი ეტაპი იხსნება, ახალი შანსები იხსნება, ემოციებით გავსებთ, ხო? შეიძლება ესე ვთქვათ, თასების დედოფალი ამოდის, თასების დედოფალი, გაჩვენებთ, რომ რაღაცა ახალ ურთიერთობაში შემოდის თქვენთან, რაღაცა ემოციებს გაძლევთ, ხო? რაღაცნაირად, კი, ნამდვილად ახალი ურთიერთობა არის, ესე რომ ვთქვათ, ეს არ არის წასული ადამიანი, ეს არ არის რაღაცა დაბრუნებები, არა, ეს არის ურთიერთობა, სადაც აი რაღაცა თითქოს ადამიანი გამოჩნდა, საერთოდ არ ცელოდებოდით, ეს რაღაც გამოჩნდა და
ძალიან უცბად, ძალიან რაღაცა ერთი თვალის დახამხამებაში რაღაცნაირად დაალაგდა თქვენი ურთიერთობა, რატომაც ესეთი ინფორმაცია მომდის. თვითონ ეს ადამიანი საკმაოდ ესეთი რესურსული ადამიანი არის, რომელსაც შეუძლია ემოციების მოცემაც, რომელსაც შეუძლია მოქმედება და მისი სიტყვები არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები, არამედ არის ქმედებითი. მისი თითოეული ნაბიჯი იმდენად გაწონასწორებულად და იმდენად პრინციპულად გადადგმული და ისეთი სწორი ნაბიჯებია, რომ შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანს საკმაოდ გააზრებული და გაანალიზებული ცხოვრება აქვს, ესე არ არის ნახეთ რაღაცა ისეთი იმაზე ემოციებზე აყოლილი და რაღაც ეიფორიაზე აყოლილი, ნებებზე აყოლილი ადამიანი. აქ უფრო დამჯდარი, დალაგებული და რაღაცა გამოჩნდა რაღაც მისთვის ახარბიელო შანსი, რატომაც არა გამოიყენებს. აი რაღაცა ეს მომენტი აქ ამ ადამიანს. ძალიან კარგი. მოდით აბა თქვენ რა ენერგიებში ხართ, რამდენად თქვენია კიდევ უფრო კარგად რომ მიხვდეთ, ხო? იმიტომ რომ ახალი მომენტია. თქვენ რა ენერგიებში ხართ? თქვენ ხართ ჯერ გადაწყვეტილების ენერგიებში. ძირითადად, თქვენს ემოციურ განწყობაზე ხართ. მე ვერ ვიტყვი, რომ თქვენ არ ხართ ემოციურ განწყობაზე. აშკარად რაღაცა თითქოს, მაგრამ არ ხართ ბოლომდე გადაწყვეტილი, ხო, რაღაცა არ გაქვთ გადაწყვეტილი რაღაცნაირი მდგომარეობები, რომელიც თქვენთვის უფრო არჩევანის წინაშე გახართ, შეიძლება ითქვას, რაღაც მომენტში, ხო? ანუ არჩევანის წინაშე იცით რა არის არჩევანის წინაშე იმდენად არა, უბრალოდ რამდენად სწორია ეს ურთიერთობა, რამდენად იმდენად მალე დაალაგდა თითქოს, აი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ თითქოს გიკვირთ, რომ რამდენად რეალური არის ეს ყველაფერი, რაც ეხლა თქვენს თავს ხდება თითქოს რაღაც ეს მომენტი. თუმცა გაქვთ ემოციები, გაქვთ რაღაცა შევსების მდგომარეობა, რაღაც სასიამოვნო სიტუაცია, სადაც აი რაღაც ნელა წვეთ ამატებს ეს ადამიანი, მაგრამ ძირითადად გადართული ხართ რაღაც ოჯახთან მიმართებაში, სახლთან მიმართებაში, შეიძლება შვილებიც გყავთ, რა ვიცი, შეიძლება ძალიან ისეთი პასუხისმგებლობები. ძირითადად თქვენი მდგომარეობა მაინც რატომღაც უფრო ოჯახურ სიტუაციასთან არის ასოცირებული. შეიძლება ვიღაცებთან ისეთ სიტუაციაც ლაგდება, რომ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანთან შეიძლება ოჯახიც გამოვიდეს, ხო? რაღაცა კი არა მდგომარეობის სიტუაციაში ხართ ახლა თქვენ. კარგით, მოდით მაინც უფრო კონკრეტულად რომ ნახოთ, როგორი ურთიერთობა, ანუ რა ურთიერთობა არის ახლა ამ ეტაპზე. ამბავ ნახოთ კონკრეტულად გვიჩვენოს რა ურთიერთობა არის. კი, ახალი ურთიერთობა არის, საკმაოდ ისეთი პრინციპული, საკმაოდ ისეთი მიზანმიმართული. აქ მე მგონი აშკარად ჩანს ის მომენტი, რომ ძალიან დიდი ტოლვაც არის, ძალიან დიდი ემოციებიც არის. აქ არის გამიშვა გამაკავა ეს მომენტი, ოღონდ ცუდი მხრივ არა. უფრო რაღაცა ნახეთ ემოციურობა, რომელიც რაღაცა ახალი სიახლე, ნახეთ სიახლე, თითქოს თქვენთვის უჩვეულო სიტუაციაში ამოყავით თავი, ხო? რაღაცნაირად ეს ისეთი მდგომარეობა არ არის, სადაც ყოველთვის თქვათ რაღაცა, როდესაც ყოფილხართ ნაცნობობაში, ურთიერთობაში ან რაღაცა. აქ არის რაღაცა ცოტა ესეთი სიტუაციები, სადაც ყველაფერი ახალია. ნახეთ, ახალი იმ მხრივ, რომ ეს ემოციები, რომელსაც იღებთ, ახალი არის. არის ძალიან ისეთი ცოტა ვნებაც სხვანაირი არის აშკარად. აქ ცოტა შეიძლება ითქვას, ცოტა შიშებიც არის, რომ ესეთი მდგომარეობა ნუ რანაირად და როგორ მოხდა. თქვენ აქ გააქვთ ეს რა, ხო გეუბნებთ რანაირად და როგორ მოხდა და ორიან პენტაკლი, აი ესე ხართ, ვეღარ იგებთ რა ხდება, მაგრამ აშკარად სასიამოვნო ხდება, აშკარად
ძალიან ისეთი საინტერესო ხდება, აშკარად გრძნობთ მეტ მოზღვავებას, აი თასების დედოფალი და კვარცხლების დედოფალი ერთად ხართ, აი ვნებაც არის, ემოციაც არის, სიმშვიდეც არის, რაღაცა ბედნიერების ნაპერწკლები შემოდის ამ ადამიანისგან, როგორც ჩანს თქვენს ურთიერთობაში, აი რაღაცა ესეთი ცეცხლოვანი ეიფორიით ახსავსე, მაგრამ ნახეთ ეიფორია ეს არ არის ისეთი ეიფორია რაღაც ფუჭი. აქ უფრო რაღაცა მეტი სიმყარით მოცემული ეიფორია. აი თითქოს თქვენც იპოვეთ ის, ვინც გინდოდათ და ვინც გჭირდებოდათ და მანაც გიპოვეთ, ვინც უნდოდა და გჭირდებოდათ. ხო, აი რაღაცა გამოფხიზლება მოხდა თქვენი და მისი, ესე ვიტყოდი. გამოფხიზლება, გაღვიძება მოხდა, ნამდვილი, შეიძლება ითქვას, ნამდვილი ემოციების და აი ის მომენტი, როდესაც უკვე შეიძლება ფიქრობდით, რომ აი აღარც არაფერი არ იქნება და ვინ უნდა გამოჩნდეს ისეთი, რომ მე ხა აი ამ ჩემი სტაბილური სიტუაციიდან, ჩემი მდგომარეობიდან, რომელშიც ვარ და საერთოდ არც არაფერი არ მინდა, ხო, რაღაც ვიქნები ესე, ამ ადამიანმა რაღაცა ნამდვილად შემოიტანა და გახსნა თქვენი, ანუ სხვა თვალით დაგანახათ ურთიერთობების მდგომარეობა, ესე ვიტყოდ. შვენიერი, ძალიან კარგი. ნახოთ აბა, ვნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენ, არა, მოდით ვნახოთ, როგორ გხედავთ ეს ადამიანი კონკრეტულად, როგორ გხედავთ, როგორ ათიან პენტაკლები. სისავსით, ემოციებით კი არა და აი ყველანაირად სავსეს, ესე ვიტყოდი. ძალიან კარგად გაქვთ განვითარებული ინტუიცია, ძალიან კარგად გაქვთ განვითარებული თქვენი, ესე რომ ვთქვათ, გონება, ხო? ვიზუალი ძალიან მოსწონს, აკმაყოფილებს კი არა, ძალიან მოსწონს. ამ ადამიანის თვალი დანახული თქვენ ხართ, აი ადამიანი, რომელიც ნამდვილად არის ისეთი ბედნიერების მომტანი, სტაბილური, მყარი, მიწაზე ძალიან კარგად გახართ, როგორც ხედავს, თქვენ როგორც ჩანს, თქვენ თვითონვე ახერხებთ, ხო, რაღაც მატერიალური კუთხით თავი უზრუნველყოთ და აშკარად ეს ადამიანი ხედავს, რომ თქვენ ხართ აი ძალიან კარგად მობილიზებული პიროვნება, რომელიც ასევე, ნახეთ, ასევე არის ძალიან ისეთი ქაოტურიც. ნახეთ, ოღონდ ქაოტური ცუდი მხრივ არა, პირიქით, აი, ცხრიან პენტაკლები, ნუ ემოციებით ქაოტური, ხო, რაღაც აი ასწრებთ სამსახურს, ასწრებთ ოჯახს, ასწრებთ მეგობრებს, ასწრებთ რაღაც სხვა სიტუაციას და ასწრებთ ამ ადამიანსაც, ხო? აი, ხედავთ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულება, აი, ყველაფერში ჩართული ხართ, ყველაფერში სწორი მიმართულებით ალაგებთ ყველაფერს და ნუ აი რაღაცნაირად ფიქრობს, რომ საკმაოდ ისეთი მისთვის საინტერესო ამოუცნობით შეიძლება ითქვას, რაღაცა თან მყარიად გახართ, მიწაზე თან ცოტა ისეთი, ხო, აი ამოუცნობი ადამიანი ხართ, ვერ იგებს, ვერ ხვდება ბოლომდე როგორ შეგისწავლოთ შეიძლება ითქვას, ხო, რაღაცა მის თვალში ხართ ადამიანი ინკოგნიტო, რომელიც ყველაფერია, თითქოს ყველანაირად შეისწავლა, მაგრამ რეალურად არც არაფერი შეუსწავლია და შეიძლება ითქვას ყოველ შეხვედრაზე მას ახალი თქვენ ებადებით. აი ახალი ხართ, სულ ახალი ხართ. კარგით. რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში? აი, როგორ ფიქრობს მომავალს, ფიქრობს საერთოდ? ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს. ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე გადაიყვანოს სიტუაცია და სხვათა შორის ვიტყოდი, რომ კი, ფიქრობს ურთიერთობას, მაგრამ ნახეთ, აქ შეიძლება ერთადერთი მომენტი აქ არის, რომ შეიძლება თქვენ
ან ასაკობრივი მომენტი გქონდეთ, ან რაღაცა ხელისშემშლელი ფაქტორი. ნახეთ, თქვენთან მიმართებაში ადამიანი ფიქრობს, რომ იმუშაოს და გააკეთოს და გადადგას ნაბიჯი, მაგრამ შესაძლებელია აქ იყოს ხელისშემშლელი რამოდენიმე ფაქტორი. ერთი ის, რომ სამკუთხედის მომენტი იყოს, ადამიანი დაოჯახებული იყოს, მაგრამ მოდით ამას გავანებოთ თავი, იმიტომ რომ აქ უფრო სხვა მომენტია, ან აქ შეიძლება იყოს რაღაც ასაკობრივი მომენტი და იყოს რელიგიური მომენტი. რომელიც ასეთ ვისეთ ჩიხში შეიყვანს სიტუაციას და ცოტა გაართულებს და ცოტა სიმძლავრე. და ერთი კიდე შეიძლება ის ვთქვა, რომ ანუ აქ რაღაცნაირად ამ ადამიანს ქონდეს რთული გამოცდილებებიც, არ გამოირიცხება ესეც, რომ მას ქონდეს რთული გამოცდილებები და შესაბამისად აი ამ გამოცდილებებიდან გამომდინარე აკვირდებოდეს კიდე ურთიერთობის მომენტებს. ნახეთ, აი მომავალს კი ფიქრობს, მაგრამ შიშებით ფიქრობს აი ამ ყველაფერს. ხო, აი ესწრება, რომ დაბალანსებულად ქონდეს რაღაცნაირად დააბალანსოს, იმიტომ რომ შიშების მომენტი არის აქ. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქ შეიძლება იყოს ის ვარიანტიც, რომ არსებობდეს ხოლმე სამი პირი, მაგრამ ამას გვერდზევდებთ, უფრო რელიგიური მომენტი და აი ის მომენტი, სადაც გამოცდილებები, რომელიც აქვს არც ისეთი სახარბიელო გამოცდილებები აქვს ამ ადამიანს და ძალიან უჭირს ამ ყველაფრის ესე მიღება, იმიტომ რომ ნახეთ, იმდენად სწრაფად ხდება თქვენი ურთიერთობის განვითარება, რომ აქ ცოტა დაბნევის მომენტიც არის და შიშების მომენტიც მაგიტომაც არის. კარგი, კონკრეტულად რაიმე თუ არის, რასაც ეს ადამიანი გიმალავთ ჯერჯერობით, არ გეუბნებათ, მალავთ ჯერჯერობით. კი, ნახეთ, აქ არის ესეთი სიტუაცია. ერთადერთი რასაც ეს ადამიანი მალავს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, აი არ შემწდარ იმაში, რომ აქ მას შეიძლება ქონდა კონკრეტულად ან ყავდა ცოლი, ან რაღაცა ისეთი კაფიო, მკბეთრი და ესეთი ცოტა უფრო როგორ თქვა, ესეთი ურთიერთობა, ღრმა ურთიერთობა, რომელზეც ჯერ არ ისაუბრებს და არათანაბარი ენერგიების გაცემის გამო მისი ურთიერთობა შეიძლება დასრულდათ და შინაგანი ემოციების ნამდვილად მალავს ეს ადამიანი. თუ თქვენ აი ამ ადამიანს უყურებთ, როგორც აი სულ ვახს, სულ მშვიდს, სულ რაღაცა ესეთი გაღიმებულს და სულ რაღაც ღადაობის ხასიათზე ადამიანს იცოდეთ, რომ ამ ადამიანს აქვს შინაგანი ბლოკები, შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც არ ამჟღავნებს, იმიტომ რომ ცუდი გამოცდილებიდან გამომდინარე, მას შეიძლება უღალატეს, შეიძლება ცოტა ღალატის მომენტიც ჩანს. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს აქვს ცუდი გამოცდილება ურთიერთობაში, რასაც ამ ეტაპზე მალავს, ამ ეტაპზე არ გეტყვით და არათანაბარი ემოციური გაცემები ქონდათ და შესაბამისად, ეს ამ ეტაპზე დაფარული და დამალული მდგომარეობა იქნება თქვენს მიმართაც. კარგით, მოდით აბა ესე ვნახოთ. რას ელოდება თქვენგან? თქვენგან რა ემოციებს ელოდება ეს ადამიანი? რას ელოდება თქვენგან? იმპერატრიცა. იცით რა არის? არ უნდა რომ ილუზიაში შევიდეს, არ უნდა რომ რაღაცა მოლოდინები შეიქმნას, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ თქვენ იმდენად მომენტები მგონი, ნახეთ, რას ელოდება ეს ადამიანი, აი, ნამდვილად არ უნდა რომ ილუზიებში შევიდეს, არ უნდა რომ როცა იმედები გაუძროდეს, მერე რომ აი იმედი შეიქმნას და მერე გაუძროდეს, ნახეთ, გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ ელოდება იმას, რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ რაღაცა ესეთი უფრო მკვეთრი, უფრო იმპერატრიცა, ხო, ანუ უფრო სტაბილური ვიღაცებთან ოჯახის მდგომარეობაც, ხო, რაღაცნაირად თვლის, რომ შეიძლება არჩევანის წინაშე რა დადგებით, იმედი აქვს, რომ აირჩევთ ამ ადამიანს. თქვენგან უნდა ამ ადამიანს სიყვარულის ემოციები და უნდა ურთიერთგაგება. მას არ უნდა რომ რაღაცა მის გრძნობებით იმანიპულატორად, მას არ სურს რომ რაღაცა ილუზიები შევქმნათ და მერე დაუნგრიოთ.
მას უნდა რომ იყოთ გულწრფელი, მას უნდა რომ იყოთ ძლიერი, მას ძლიერი ხან ცოტა ისინი თქვა მე, მაგრამ მას უნდა რომ იყოთ ის, რაც ნამდვილად ხართ, ზედმეტი შელამაზების, ზედმეტი შეფერილობების და ზედმეტი რაღაცა ესეთი ვიტყვიან ფერუმარილის გარეშე, ხო, რაღაცა ნაღდი ის, რაც რეალურად ხართ, რეალურად არსებობთ, ხო, რაღაცა გავალამაზე და სიტყვების შევარჩიე და მდგომარეობა შევარჩიე, ესე არ უნდა. უნდა რომ იყოთ გულწრფელი ამ ადამიანთან მიმართებაში. მოდით ნაბა რა კონკრეტულ ნაბიჯს რას გააკეთებს უახლოეს პერიოდში, ნაბიჯი რა იქნება? ფორტუნას ბორბალი. ესე კონკრეტულ ნაბიჯზე მოდით გეტყვით, რომ ნამდვილად კონკრეტულ ნაბიჯს არაფრისეც არ გააკეთებს, თითქოს დაელოდება როგდის მოვა იმის მომენტი, ჯერ ამ ეტაპზე პირდაპირ გეტყვით, რომ დასაძლევი აქვს ამ ადამიანს თავისი ემოციური მდგომარეობა, რომელიც შინაგანად აქვს და არამჟღავნებს, ელოდება რაღაცნაირად იმ სიტუაციას, რომ ეს ყველაფერი დაასრულდეს. საბოლოო ჯამში გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, საბოლოო ჯამში მიიღოს სწორი ემოციების, სწორი გადაწყვეტილებები და აი მერე უკვე შეიძლება რაღაცა იმიქონდეს. ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერიოდში ნამდვილად არაფერს ისეთ კონკრეტულს არ აპირებს ეს ადამიანი, რომ რაღაცა გითხრათ, არა, ჯერ უნდა დაასრულოს თავის თავში ის შიშები, ის სიტუაციები, რომელიც მისთვის, რომელიც არის ასე თუ ისე დაფარული და ზუსტად მოვჭერი ქურუმ ქალზე. ნახეთ, ნაბიჯებთან მიმართებაში უბრალოდ დაელოდება სიტუაციას, უბრალოდ დაელოდება რაღაცა მდგომარეობებს. შეიძლება იყოს ის რა მომენტიც, რომ თავისი გულის ნათქვამი, ანუ გულში რაც აქვს, ხო, ამოთქვას, ხო, ისე ურთიერთობა და რაღაცა განვითარება ვერ მოყვება ყველაფერს, ხო? ანუ შეიძლება ელოდება რაღაცა იმ მდგომარეობას და სიტუაციას, სადაც ეს ადამიანი საბოლოო ჯამში ამოთქვავს თავის პრობლემას, თავის შინაგანი ტკივილების მდგომარეობას და დაასრულებს, აი ნახეთ, დაასრულებს, დაკეტავს ამ კარებს, რა საერთოდ დახურავს ამ ჟურნალს, წიგნს, ბლოკნოტს, რა ვიცი, რაც აქვს გულში, ხო, ყველაფერს დახურავს და ახალი ფურცლით, ახალი ეტაპით დაიწყებს. ამიტომ ჯერ ნაბიჯებთან მიმართებაში, რო გითხრათ, ჯერ აქვს დასახური და ჯერ ემზადება იმისთვის, რომ რაღაცები დახუროს და საბოლოო ჯამში გამოვიდეს იმ სიტუაციიდან თავისივე დაფარული მდგომარეობებიდან, თავის გულში დაფარული სიტუაციების დასრულებას განახორციელებს, ესე რომ ვთქვათ, ეს ადამიანი. ასე რომ, მოდით აბა თქვენ რას გირჩევთ სამყარო, რას გირჩევთ სამყარო? სამყარო იმოქმედოთ, ხო, რასთან კავშირებით. ნახეთ, იცით რა არის, აი თქვენ ერთადერთი რასაც გირჩევთ სამყარო, გეტყვით, რომ იყოთ ძალიან გონიერი, ნუ შეხვალთ კონფლიქტში, ნუ ეცდებით, რომ ადამიანს რაღაცნაირად თქვათ, ძალით ათქმევინოთ რა, ანუ ნახეთ, ძალით ათქმევინოთ, როგორც ცოტა გამომდის ნათქვამი, მაგრამ აი თქვათ, თქვენს გაქვთ ხო ინტუიცია განვითარებული და ხვდებით, რომ რაღაცა ისი არ არის, ხო? და ნუ ჩაეძიებით, აი, ხო, სწორი ის მომ. არ ჩაეძიათ ამ ადამიანის შინაგან მეს, უბრალოდ მიყევით სიტუაციას, იყავით გონიერი, დააკვირდით სიტუაციებს, დააკვირდით რაღაცა ქმედებებს, მის დამოკიდებულებას თქვენთან, მაგრამ ზედმეტად ნუ ჩაეძიებით ამ ადამიანის სულში, ეს ადამიანი თავად გადმოდგავს ამ ნაბიჯზე, თავად დაალაგებს ამ ყველაფერს და იტყვის საბოლოო ჯამში რა, როგორ და რანაირად, ამიტომ მიყევით მის ნაბიჯებს, მიყევით მის ემოციებს, მიყევით თქვენს ემოციებს და ნუ შექმნით ზედმეტ ბარიერებს. ნახეთ, ზედმეტ ბარიერებს ნუ შეუქმნით ამ ადამიანს, ეს არის ერთადერთი სამყაროს რჩევა. ხო, არ ეცადოთ, რომ ამ ადამიანზე მანიპულირება განახორციელოთ და რაღაცა ხელოვნურად შეუქმნათ, ბარიერები იქნება თუ ხელოვნურად შეუქმნათ რაღაცა სიტუაციები, ნუ არა, უბრალოდ მიეცით საშუალება, რომ დატკბეს თქვენთან ურთიერთობები და თქვენ თავსაც მიეცით საშუალება, რომ უბრალოდ ადამიანთან რაღაცა
სხვანაირად დაინახოთ ხო ეს ადამიანი და გამოავლინოთ რაღაცა თქვენი ემოციებიც. მაგათ ესეთი გამოვიდა გაშლა, მე ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგან, ძალიან მიხარია ხოლმე ახალი ურთიერთობები, როდესაც მოდის და წარმატებები თითოეულ თქვენთაგან და დამიწერეთ, რამდენად რეზონირდება ეს გაშლა თქვენს ურთიერთობებთან. მადლობა.